გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მალე რამდენიმე ეკიპაჟი დაემატება, გამკაცდება კონტროლი კანონდარღვევებზე, განსაკუთრებით კი გარემოს დაბინძურებაზე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე დღეს ქუთაისში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილისგან თანამშრომლებმა კონკრეტული დაბალებები მიიღეს შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ გარემოს დაბინძურებაზე კონტროლის გამკაცების საკითხებს დაეთმო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წლის ბოლომდე ჩვენ ავამატოთ ეკიპაჟები მთელი საქართველოს მასშტაბით გავაძლიეროთ ინსპექტირება, რათა უკეთ მოხდეს კონტროლი ჩვენს მიერ არსებულ ობიექტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღმოთ ინსპექტირებისთვის ლაბორატორიების შეძენას, სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენას, ასევე გავამკაცრებთ კონტროლს გარემოს დაბინძურებაზე და გამკაცდება საჯარიმო სანქციებით. მინისტრის მოადგილე პირადად გაეცნო იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ სამსახურს გააჩნია, გაგვაცნო სამომავლოდ დასახული გეგმები, ოქცა კონკრეტული დავალებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაბინძურების კუთხით კონტროლის გამკაცრებაზე.